ჯანმრთელობა, ფინანსები, სასიყვარულო ურთიერთობები, რჩევები თქვენთვის და კვირის ზოგადი ტენდენციები. იფიქრეთ საკუთარ თავზე, ვნახოთ ახლა რა გელოდებათ. პირად ურთიერთობებში რა გელოდებათ, ფინანსებში რა გელოდებათ. ჯანმრთელობის კუთხით რა გელოდებათ ერთი კვირის განმავლობაში. და რჩევა თქვენთვის ერთი კვირის განმავლობაში. დავიწყებ ზოგადი ენერგიებით და გეტყვით, რომ ცოტა ესეთი გაურკვეველი იქნება კვირა რა მხრივ, ერთის მხრივ, შესაძლებელია რაღაცას ძალიან გულით დაგწყდეთ და გეტკინოთ და გეწყინოთ და ემოციურად ძალიან იმოქმედოს ამ ყველაფერმა თქვენზე. მეორეს მხრივ, მიუხედავად ასეთი ტკივილისა და ასეთი გულის წყვეტისა, მაინც წინ მიიწევთ, მაინც ახლისკენ მიდიხართ, მაინც ვითარდებით, ძალიან ყოჩაღები ხართ, არ დუნდებით, შესაძლებელია ფიზიკური გადაადგილებაც იყოს, რაღაც ერთი ქალაქიდან მეორეში შეცვლა, შეიძლება რაღაცა წინსვლებიც გქონდეთ, გარკვეული ცვლილებები ექნება, შეიძლება რაღაცებზე გულის ტკენები გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთ ადგილას იქნება გაჩერებული. კვირა საკმაოდ მოძრავი, საკმაოდ აქტიური და მრავალფეროვანი იქნება, სხვადასხვა მრავალფეროვანი ემოციებით. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ერთი კვირის განმავლობაში, პირადში ცოტა დაბნეულობები, ილუზიები, ტყუილები არის, შეიძლება რაღაც მომენტში ზედმეტად გადაჭარბებული ეჭვიანობაც იყოს რომელიმე მხრიდან, ან უბრალოდ გაურკვევლობა, რა გინდათ, ან პარტნიორს რა უნდა, ან საერთოდ ურთიერთობა როგორ მიდის, როგორ ვითარდება, შესაძლებელია იყოს ესეთი კითხვის ნიშნები და ასევე თუ ახალი დაწყებული ურთიერთობა გაქვთ, ფრთხილად იყავით, არ გააიდეალოთ ზედმეტად პარტნიორი და აქ შესაძლებელია ზედმეტად ილუზორულად და ვარდისფერი სათვალეებითაც უყურებდეთ სიტუაციას პირად ურთიერთობებში. პირადში ვიტყოდი კიდევ, რომ რაღაცაზე შესაძლებელია აქან დაპირისპირება, ან კონფლიქტური ვითარება, მაგრამ თქვენსაც აღწევთ, თქვენსაც იმარჯვებთ, თქვენ სიტყვას იძახით და ამტკიცებთ, რომ თქვენ სწორი და მართალი ხართ. აი, გამარჯვების ენერგიებიც ამ პირად ურთიერთობას შესაძლებელია ბევრი ადამიანისგანაც გქონდეთ ყურადღება, ბევრმა ადამიანმაც დაგინახოთ, გამოიჩინოს ინიციატივა, თავის მოწონება, ეს არშიყობის ენერგიებით შესაძლებელია იყოს და ცოტა ესეთ დამაბნეველი სიტუაციები. ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსებთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობთ რაღაცას მომდევნო კვირაში და რაღაცას ძალიან დარდობთ და განიცდით, შესაძლებელია გაურკვევლობებიც იყოს, ფინანსური კუთხით ცოტა ბუნდოვანი ენერგიები ამოდის, აი საითწავა როგორ განვითარდება, იქნება, არ იქნება, ასევე ფრთხილად იყავით მოტყუებებთან ფინანსური კუთხით და ზედმეტად არ გარისკოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე ინვესტიციაში, ჩადებაში, სესხებაში, გაცემაში, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩენთ, შესაძლებელია თავადაც დაგჭირდეთ მომდევნო პერიოდში ფინანსები და მერე სანერვიულო არ გაგიხდეთ. ფინანსებზე კიდე რას ხედავ ვიცით, რომ შეიძლება ძალიან ბევრს წვალობთ, ძალიან ბევრს შრომობთ, მაგრამ შედეგზე ვერ გადიღართ, აი ერთ და იგივე ჩაკეტილ წრეზე ხართ და ვერ გააღწიეთ ამ წრიდან ფინანსებში. ეხლა რაც შეეხება ჯანმრთელობას, წეგან ზოგად ენერგიებშიც ამოვიდა და ჯანმრთელობაში წამოვიდით, რაღაცაც ძალიან დიდი დარდი. ჯანმრთელობით ესე რომ ვთქვათ, რომ რამე კონკრეტულმა შეიძლება შეგაწუხოთ, მაინც და მაინც არა. მაგრამ აი თითქოს აქ მენტალურად დაარდობთ რაღაცებს, აი ფსიქოსომატურს რო ეძახიან ხოლმე, რომ შეიძლება რაღაცაზე ნერვიულობთ და მერე ეს ყველაფერი აისახება ჩვენს სხეულზე, ან გული აქ ტკივდეთ და იგრძნოთ, რომ გულის ტკივილი გაქვთ, რა ვიცი, ზოგმა შეიძლება ზურგი ატკივდეს, ზოგს რა ვიცი, ახლა გვისრავ სუსტი წერტილი გაქვთ, მერე შეიძლება იმაზე დაგარტყათ და ის გაგირთულოთ. იმიტომ რომ აქ ისევ და ისევ საქმე მოდის ემოციებთან და აი ეს ემოციური დაუბალანსებლობა. მაინც გაუფრთხილდით თქვენს ნერვიულ სისტემას ჯანმრთელობაზე. მას გეტყოდით. ეხლა რაც შეეხება რჩევას, თუ გიხერხდება, თუ საშუალება გაქვთ, კარგი იქნება თუ მომდევნო კვირას ოჯახთან ერთად გაატარებთ, დაეცდებით, რომ დაალაგოთ ოჯახში სიტუაციები, მეუღლესთან, პარტნიორთან ხომ ხვდებით, შესაძლებელია ზოგიერთ ხელმძღვანელთანაც მოგივიდეთ, რომ იყავით ესეთი გახსნილები ღია, არ შეიბოჭოთ, არ ჩაიკეტოთ, არ ჩაიციკლოთ ნეგატივზე, რაც ყველაზე მთავარია და არ განეწყოთ, აი მოლოდინები არ შეიქმნათ, რომ რაღაცა ცუდად დაგემართებათ, იმიტომ რომ
ჩვენს აზრებს გააჩნია მატერიალიზების საშუალება და გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ნეგატივზე, როცა ძალიან ბევრს ფიქრობთ, არ ვიცი რა მეშველება, ან არ ვიცი როგორ ვიქნები, რა ვიცი რაღაც საშინელებებს თუ ვფიქრობ, შეიძლება მართლა დაგემართოთ. ამიტომ ნუ ვიფიქრებთ ასე, განეწყეთ პოზიტიურად, გაატარეთ ბუნებაში დრო, არ ვიცი, მზეზე თუ საშუალება გაქვთ, ან როგორც მოგიხერხდებათ, რაღაც მხიარულ წრეში, აი დაატკბით ყოველდღიურობით, ის რომ დღე გათენდა, ის რომ რაღაცა კიდევ ერთი ცოცხლები ხართ, ის რომ არ ვიცი ხა ფეხი გაქვთ, ხელი გაქვთ, სამსახური გაქვთ ზოგიერთ თქვენთაგან, მიიღეთ ის რაც გაბედნიერებთ, ის რომ უბრალოდ მზე ამოვიდა, ესეც უნდა გვახარდეს, თვალი რომ გავახილეთ, იმიტომ რომ რამდენია რომ არც უთენდება, ყველა ჯვარი გწერია მეორე დღე კი არა, იმ მეორე წამს რა გველისიც არ ვიცით და დაატკბით ესე ყოველდღიურობით, ნუ განეწყობით ცხოვრების მიმართ, რომ აიმე ყველაფერი ისე თუ არ არის, როგორც მე მინდა, უბედური ვარ, არ ხართ ხალხო უბედურები, დააფასეთ ყოველი წამი, ყოველი მომენტი და აი ეს თავსმოხვეული სტერეოტიპებით, რომ ის თუ არ მექნება და სახლი თუ არ მექნება და პირადი თუ ასე არ მექნება, ყველაფერს თავის დრო აქვს, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. თავარია რომ ჩვენ გულში იყოს სიყვარული, სიხარული, სინათლე შემოუშვათ ჩვენ სულებში და არ დავაბინძუროთ ძალიან ბევრი ნეგატიური აზროვნებით. პირად კონსულტაციას ჩასაწერად შეგიძლიათ WhatsApp-ზე, Viber-ზე მომწეროთ, ან Facebook მაყურებელმა შეტყობინების ზოლში Facebook-შიც მე მიუთითებ ყველა ვარიანტში ნომერს. თხოვნა მექნება რომ დამირეკეთ, არ დამირეკოთ, მომწერეთ, ვერ პასუხობ ზარებს.